დღეისთვის აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15,700. რამდენია, ძალიან ბევრი. სამეგრელო ზემოსვანეთი 202, კახეთი 94, ცხეთამთიანეთი 93, სამცხე-ჯავახეთი 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 24. შეიძლება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და სადაც ყველაზე მძიმე პაციენტები ხართ, ამ დროისთვის 59 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მათ შორის 19 მარტივ სუნთქვაზეა. 19 პაციენტის რომარეობა ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე, მარტივ სუნთქვაზე იმყოფება ეს პაციენტები. 26 პაციენტი მუდმივ რეჟიმში ღებულობს მაღალი წნევის ჟანგბადს. სტენდი მაგდა თანისმა გადატანილი ინფარქტი. ხო და ამ დილით ისე ვიყავი. ამ დილით ისე ვიყავი რომ მე ვიფიქრე მოვიდა უკვე ეს დრო მეთქი, მაგრამ კაიერა ისე რაღაც წამლები დავლია და ვირუსი ძალიან ცუდად მოქმედებს გულსის ზართა სისტემას. ძალიან ცუდად და მე არც კი მიგრძნი არაფერი. გადაგვიყვანეს აქ როგორც კი დაეჭდნენ, მოვიდა სასწრაფო, მოიყვანეს სპეციალისტები და აქვე გადაგვიღეს და იმ დღესვე გადაგვიყვანეს რუხის საავადმყოფოში. მე მართლა დავამარცხე ვირუსი. ერთი დღე მქონდა 27 ნახევარი მეტი არა. მე ძიეგაცი ვარ და ახლა ესენი ყოველთვის ამდენ ნემს უშველდა და იმდენი გივილი იყო და მე არც კი ვგრძნობდი ამ იმას ჭხრედებს. გადასხმებს გვიკეთებდნენ. სხვათა შორის მომსახურების დონე იყო უმაღლეს დონეზე. სანიტარიდან დაწყებული ექიმები დამთავრებული იყო უმაღლესი დონის მომსახურება. და ცოდნის დონე იყო მაღალი. რამოდენიმე დღე დასწარდებოდა წამლებს რომ მივიღებდი, ისე მქონდა სახსრების განსაკუთრებით ქვედაკიდვრების სახსრების ტკივილი მქონდა. 47 წლის ექიმი ვარ და იმდენი რამები მინახია, ამისი მაინც. კი ხედავდი რა როგორ ცუდად მოქმედებდა ბევრზე, სიკვდილიანობაც იყო, მაგრამ მე პირადად არ შემშნებია. როგორ გიქნებთ, რატომ გადაიტანეთ ასე მარტივად ეს ვირუსი, რა დაგეხმარა თამაში? ფსიქიკა. ფსიქოლოგიური მდგომარეობა. არ უნდა დათრუგუნოს ადამიანი ნებისმიერმა დაავადება. ყოველთვის უნდა იფიქროს უკეთესზე. და მე არასდროს არ ფიქრია რომ ცუდად გავხდებოდი. ბატონი ლევანი რო ამბობს ასე იოლად, ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან ისე ვიყავი სუსტად, ძალა გამოცლილი, არაფრის ხალისი და ხასიათი არ მქონდა. რა თქმა უნდა, ახლა სიკვდილის არ შემჩინებია, მაგრამ მაინც ვერ ვიყავი რა ისე. სტიგმაზე არ მითხრათ, ესე იგი, აი უკვე ჩვენ რო გამოვედით 20 რიცხვში გამოვედით საავადმყოფოდან,
ხო და ეს მერვე მეათე დღის მერე ეს არ არის გადამდები, ეს ვირუსი კვდება და არანაირი საშიშროება ჩვენგან არავის არ ელოდება ამ ხრივ. მაგრამ დღეს კიდევ საერთოდ ერთი ადამიანი არ შემოსულა ჩვენთან და არც შემოდიან. და არც მე ვეუბნები ახლა და არ ვეპატიჟები შემობძანდით მეთქი, იმიტომ რომ სულ ერთად რო ვიყავით, ისინიც არ შემოდიან. გამოსვლის წინ რო გადაგვიღეს ყველაფერი, ტომოგრაფია ფილტვების, ასე მითხრა იქ ექიმმა, რომ ესო აღდგებაო, ამას უნდა 2-3 თვე რო ალაგდესო. აი ჩვენ ფილტვებს. მე სიცხეები მქონდა, იქაც მაძლევდა სიცხეებს. აქედან მე რო წავედი, მაშინ მეოთხე რო წაგვიყვანეს, უკვე 4 დღის ნასიცხარი ვიყავი აქაც, 37 და 3, 37.5, მეტი არ მქონია. ჩვენ ვიყავით ერთ პალატაში და ამას ვეხუმრებოდი სულ, რომ მე აქ შენს მომვლელად ვარ მეთქი წამოსული აქაც. ისე ჩემ გარეშე ამას უთხრეს, რომ ისა შეიძლებაო თქვენი გაწერაო, რომ ამდენი ხანი სიცხე არ აქვს, ჩემოდ ვერ გაძლებდა აქ და იმიტომ იყო იქ. ეხლა ამდენი რო არის, ამდენი ეს ინფიცირებული ეს კიდე ჩვენი ბრალია, სხვისი არ არის. ეგერ მიტინგზე რო დგას ამდენი ხალხი რა, იქ რამდენია ეხლა დაინფიცირებული და რამდენს აქვს, ხო გაჟღერდა რომ ვიღაცას აქვს და იქ დგანან. ჯერ ერთი და ექიმები რამდენია დაინფიცირებული, მედპერსონალი რამდენია დაინფიცირებული და ხარვეზები თავისთავად იქნება. ადგილებიც არსად არ არის. და ჩვენ გვეუბნებია, თქვენ რა კაი დროს შეგეყარათ ეს და რა კაი დროს მოიხადეთო ეს, რომ ყველამ უნდა მოიხადოს ესო. ღმერთმა უქნას, ყველას არ უსურვებ. მე რა ვერევი, მე რა ვიცი. მე ეს უნდა უშველო.